ხარაგაულის სოფლებში ხემაღალასა და ღვერგში მეწყერი გააქტიურდა, რამაც ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასხელე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შეგუბების უბანზე გაწმენდითი სამუშაოების რეკომენდაციები გაიცა. ოჯახური ძალადობისთვის ბათუმში ახალგაზრდა კაცი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით ის სისტემატურად ძალადობდა ცოლზე და არასრულწლოვან შვილებზე. დაკავებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თურქეთმა ზანგეზურის იგივე ტრამპის დერეფნის პროექტის საკუთარი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. საუბარია 244 კილომეტრიან სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ნახიჩევანის საზღვართან დაიწყება და ქალაქ ყარსში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2,8 მილიარდი დოლარი იქნება და 2030 წლისთვის დასრულდება. 9 აგვისტოს ტრამპმა, ფაშინიანმა და ალიევმა თეთრ სახლში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისთვის ექსკლუზიური უფლება 99 წლით მიიღო. ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 3000-ზე მეტი გაფართოებული რადიუსის თავდასხმის რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. ამერიკული მედიის ცნობით, შეთანხმება ტრამპის, პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრების შემდეგ გაფორმდა. რაკეტები უკრაინაში დაახლოებით 6 კვირაში ჩავა. დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. 1991 წლის 1 დეკემბერს რეფერენდუმზე მოსახლეობის 92%-მა სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრებას დაუჭირა მხარი.